დღეს შევადარებთ ქართულ ჩიფსებს, უცხოურ ჩიფსებს და გავიგებთ რომელი არის საუკეთესო ქართული ჩიფსები თუ უცხოური ჩიფსები. პირველი ერთმანეთს შევადაროთ ჩიფსიმი და ფრიქსი. რა მაგარი ფერი აქვს. ყველა არის პაპრიკის, ან ციცაკის, ან პაპრიკის, ან პომიდორის მოდელი დაახლოებით, მაგ წითელ ფერში ყველაფერი რა. 3, 2, 1. ფრიქსი. მე ჩიფსი უფრო მომეწონა. ხის და რატო მომეწონა? იმიტომ მომეწონა, რომ უფრო მეტი სანელებლები აყრია ვიდრე ფრიქს. იდეაში ფრიქსი ძალიან მომწონს, ზოგადად ფრიქს ვჭამხომე, იმიტომ რომ სხვა გემოები ძალიან გემრიელია. ვინ გაიმარჯვა? ჯერანი. ფრიქსი გაიმარჯვა. არ დამწყდება გული, იმიტომ რომ ფრიქსს მევასება. შემდეგი ტური, ლეისი და ჰანგრი მენის ჩიფსი. 3, 2, 1. ანუ ჰანგრი მენი ჯობია და რატო ჯობია? აი რომ შეადარო თითქოს ამას მეტი სანელებლები აქვს, მაგრამ ამას უფრო ციცაკის გემო ვიდრე ამას. შემდეგი წვილი, ჩიფსტერი და ლუდისა. ლუდისა საერთოდ არ გამისინჯავს ჯერ. ცოტა გემოებით კი აქვს და ეს ციცაკა არის და ეს რაღაც პომიდორის სალსა, მაგრამ რა კაი დაჭრილია. 3, 2, 1. ლუდისა. რავი, ძალიან მარტივია არქშევანი. ძალიან კარგი არის. სტრუქტურაც კაი აქვს. მე მიყვარს ესეთი დაჭრილი ჩიფსები. მე გემოზეც კი სხვადასხვა გემო არის, მაგრამ რეალურად ეს ძალიან გემრიელი გემოა. ოი, ცხარე იყოს, ძალიან მაგარი იქნებოდა. კაი, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ფრიქსი, ჰანგრი მენი და ლუდისა. ამოვიდი. კაი, 3, 2, 1. ლუდისა. ეს ძალიან კაია, მართლა ძალიან კაია. ჰანგრი მენის ჩიფსები ძალიან გემრიელია, ფრიქსი ძალიან გემრიელია და აი ეს ლუდისა არის, რავი, ჩემს ძალიან რეკლამა არ გეგონოთ სხვათა შორის, რავი, ბევრი აპიარებს ამ ლუდისას და უბრალოდ მოგწონს, მართლა გემრიელი არის. ძალიან კაი, რომ ქართული ჩიფსები არის ესეთი გემრიელი და რეალურად უცხოურებს ჯობია. ნუ ჩვენ უცხოურ შემთხვევაში.